მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ ხაჭოს ბურთულების უმარტივესი რეცეპტი, რომელიც ჩვენ ბავშვობიდან გვახსოვს. რეცეპტი არის წლებით გამოცდილი და უტყუარი. აუცილებლად მოამზადეთ, რადგან ეს არის ძალიან გემრიელი. მას ასე 200 გრამ ხაჭოს დავუმატოთ 2 კვერცხი. აქვე დავამატოთ მწიკვი მარილი, 150 გრამი შაქარი და 1 ვანილი. ყველაფერი დავაბლენდეროთ, ან უბრალოდ კარგად აურიოთ ნიჩბით. დაბლენდერებული მასა გადავიტანოთ მაგიდაზე. შემდეგ დავამატოთ 250 გრამი ფქვილი და 1 ჩაის კოზი გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს აი ამ სისქის. რბილი და დამყოლი ცომი, რომელიც გავაჩეროთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავიტანოთ მაგიდაზე, რომელზეც წინასწარ ფქვილი მოვაყაროთ და კარგად დავამუშავოთ. მიღებული ცომისგან გავაკეთოთ ჩვენთვის სასურველი პატარა ბურთულები. ქვაბში ან ღრმა ტაფაზე დავასხათ ბლომად ზეთი და კარგად გავაცხელოთ. შემდეგ ჩავყაროთ რამდენიმე ცალი ხაჭოს ბურთულა და საშუალო ცეცხლზე კარგად შევაწითლოთ. შეწვის პროცესში ჩვენი ცომის ბურთულები აი ასე დამრგვალდება და გაიზრდება მასაშიც და ასე ქვაბის ან ტაფის წრიული მოძრაობით შევწვათ. ასეთი მოძრაობით ყველა ბურთულა თანაბრად შეწითლდება. შემწვარი და ძალიან მადი საუნწვრელი ბურთულები გადავიტანოთ თევზზე, რომელზეც წინასწარ დავაფინოთ სამზარეულოს ხელსახოცი, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს და ჩვენი უგემრიელესი დესერტი მზად არის, რომელსაც ბლომად შაქრის პუდრა მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ. შინაურულზე ასევე იპოვით ხაჭოსგან მომზადებულ სხვა რეცეპტებს. მათ შორის არის ხაჭოს ცნობილი სიროკები, ასევე ხაჭოს ნამცხვარი და კექსი ხაჭოთი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ. დღეს კი სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი, ასევე მოიწონოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. მომავალ შეხვედრამდე.